კანონიერი ქურდის გია კვარაცხელიას ქონება ოფიციალურად 24 მაისს პოლიციას გადაეცა. დღეიდან წალენჯიხის შინაგან საქმეთა რაი განყოფილების თანამშრომლებმა სამუდამო ბუდე ამ შენობაში დაიდეს. თანამედროვე სტილის შენობა, სასადილო, აუზი, სპორტული დარბაზი, საიდუმლო გვირაბი, ულამაზესი ბუნება პოლიციელების განკარგულებაშია. დღეს 24 მაისს წალენჯიხას ესტუმრნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი, სამეგრელოს ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია და სხვა ოფიციალური პირები. სტუმრებს შეხვედრა მოუწყვეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი მებონიამ, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა, პოლიციის უფროსმა ზვიად გაწერილიამ და სხვა პირებმა. საზეიმო ლენტის გახსნა შინაგან საქმეთა მინისტრმა პატარებს დაუთმო. დღევანდელი დღის აღსანიშნავად შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი პოლიციის ორკესტრის მიერ. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გაიმართა კონცერტი ანსამბლ ბედნიერასა და სოფელიის მოცეკვავეთა მონაწილეობით. ცერემონიალის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. მეგობრებთან ერთად, პარლამენტის წევრებთან ერთად, იმიტომ რომ ეს არის ისტორიული დღე. ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს არის ვარდების რევოლუცია დაიწყო წალენჯიხაში, ალბათ სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში კანონიერი ქურდის ქონება სახლი გადაეცა პოლიციას. დღეს პირველად პოლიციის შენობა განთავსდება კანონიერი ქურდის სახლში. თუ რევოლუციამდე ახალგაზრდების დიდი ნაწილი ოცნებობდა კანონიერ ქურდობას, მამაკაცები და ქალბატონები, გოგონები ოცნებობდნენ, გამხდარიყვნენ კანონიერი ქურდის მეუღლეები, ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ყველაზე კარგი სახლები, აი ასეთი სახლები ჰქონდათ კანონიერ ქურდებს. ყველაზე კარგი მანქანები ჰქონდათ კანონიერ ქურდებს. ისინი იყვნენ ხელშეუხებლები და ხშირად მართავდნენ კიდევაც ბიზნეს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. დღეს დადგა ისეთი დრო, რომ ყველაზე კაი შენობები, ყველაზე კარგი ტანსაცმელი, ყველაზე ლამაზები, ყველაზე კარგები, ყველაზე თანამები არიან პოლიციელები და ყველაზე კაი პირობები იქნება პოლიციელებს, ჩვენ სამხედროებს, იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფოს და ხალხს იცავს. მე მიხარია, რომ მოვესწარი ამ დღეს, როდესაც სიმბოლურად კანონიერი ქურდის სახლში განთავსდა პოლიცია. მე მინდა გითხრათ, ეს არის ძალიან მრავალთვიანი ბრძოლის შედეგი და მე ბატონო როლანდს მინდა დიდი მადლობა გადავცე. პოლიციის შენობები განთავსდება სწორედ ამ ახალ ყოფილი ქურდების ბინებში. ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული სახლი, კალაშოვის სახლი უკვე ჩამორთმეულია, თუმცა იმდენად კარგი და იმდენად დიდია, რომ იქ პოლიცია ვერ განთავსდება და ჩვენ ვფიქრობთ, ვინ განავთავსოთ ამ შენობაში, მაგრამ აი ესეთ შენობებში, აი ესეთ ლამაზ შენობებში, ქუთაისში და თელავში და თბილისში შემდგომში ჩვენ ტრადიციად ვახსენებთ ამ შენობის გახსნას. სიმბოლურია, რომ ეს მოხდა პირველად საქართველოს ისტორიაში წალენჯიხაში და ალბათ 20 წლის მერე, 30 წლის მერე გაიხსენებენ ამ ერას კანონიერი ქურდების ერის დასასრულს, სწორედ ეს დასაწყისი იქნება სწორედ წალენჯიხიდან. დიდი მადლობა. ძირფასო წალენჯიხელებო, მოგესალმებით. უთფელი სიყვარული. მე ვხედავ აქ ახალგაზრდებს და ძალიან მიხარია, რომ სკოლის ბავშვებიც არიან წარმოდგენილი დღევანდელ საზეიმო დღეს.
მე მინდა გითხრათ შემდეგი. ჩვენ დღეს წამოვედით თბილისის სამხედრო აეროპორტიდან. როდესაც შევედით სამხედრო აეროპორტში, ბატონმა ვანო მერაბიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება მიგვაქცევინა პარლამენტის წევრებს იმ უამრავ ვერტფრენზე, რომელიც განლაგებულია ეხლა სამხედრო აეროპორტში და გითხრა რომ რევოლუციის შემდეგ ჩვენს ხელისუფლებას იქ დახვდა ერთადერთი ვერტფრენი, რომელიც არ მუშაობდა. დღეს იქ განლაგებულია უამრავი ათეულობით, მხოლოდ იქ და სხვაგან კიდევ ბევრი ვერტფრენი გადმოფრინდით, ჩამოვედით წალენჯიხაში და აქ ხდება უკვე სრულიად მენტალურად სხვა სალაპარაკო რამ. ხდება ერთი. თქვენ ყველა ძალიან კარგად გახსოვთ, ის რაც ბატონმა ვანომ აღნიშნა რამდენიმე წუთის წინ. ძალიან კარგად გახსოვთ, რომ შიშით წოდა სახელმწიფო, არა თუ მოქალაქეები. შიშით წოდნენ სახელმწიფო ჩიროვნიკებიც კი ამ კანონიერი ქურდების წინაშე. აეროპორტში ხდებოდნენ მათ მინისტრები და აცილებდნენ. მე მადლობა მინდა შევწირო ბატონ ვანოს, მადლობა მინდა შევწირო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ადგილობრივ პოლიციას, რომელიც გაათმაგებული ენერგიით აქ თავის საქმიანობას განაგრძობენ და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წელს წალენჯიხას მინდა მადლობა უთხრა. ახლოვდება 26 მაისი ქართული სახელმწიფოს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და მინდა წინასწარ მოგილოცოთ ეს. სამეგრელო არის ხერხემალი საქართველოსი. სამეგრელო არის ლიდერი და მედროშე საქართველოსი და წალენჯიხა არის განსაკუთრებული სიყვარულით გვავსებს ჩვენ წალენჯიხის ხსენება, წალენჯიხის მოსახლეობასთან შეხვედრა. დიდი მადლობა თქვენ, გაგიმარჯოთ და წინასწარ გილოცავთ ქართული სახელმწიფოს აღდგენის დღეს, 26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. გაგიმარჯოთ წალენჯიხელებო, გაგიმარჯოთ ბავშვებო, თქვენ განსაკუთრებით, ჩვენ გელოდებით მე-11 კლასელებს, მალე რამდენიმე კვირაში გელოდებით თბილისში, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და წინასწარ მინდა ასევე მოგილოცოთ სტუდენტობა, უკვე ჩემი პროფილით მინდა მოგესალმოთ როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. მერტმა დაგლოცოთ და გაგიმარჯოთ. საცურაო აუზია იქნება ყველა ბავშვისათვის, სტუმრისათვის და ადგილობრივი მოცხოვრებლისათვის და მე ძალიან გამიხარდება, როცა მოვალ და სუპერ თანამედროვე საცურაოში გაგრძდებიან ჩვენი ახალგაზრდები და მხოლოდ ამ მიზეზით მოვლენ ჩვენი ახალგაზრდები პოლიციის შენობაში და სხვა მიზეზი მათ მოსასწრად არ ექნებათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს იყვნენ აქ, ყოფილი კანონიერი ქურდის თუ ჯერ კიდე კანონიერი ქურდის სახლის პოლიციის განთავსების ცერემონიაზე მათთვის ის ეპოქა, როდესაც კანონიერი ქურდები და კრიმინალები იყვნენ ქვეყნის ბატონები და პატრონები, მხოლოდ ასე ვთქვათ, დაუჯერებელ მოგონებად დარჩება. მათთვის ძნელი ასახსნელი იქნება თუ როგორ მართავდნენ ისინი საქართველოს ჯერ კიდე რამდენიმე წლის წინ.